გორში კომბინატის დასახლებაში მდებარე პოლიციის შენობის წინა ავტომობილის გაჩერება მხოლოდ პატრულის ავტომობილით იქნება შესაძლებელი. იმისთვის გაცემის გადაწყვეტილება საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო. მანამდე აკრძალვის ნიშანი შენობასთან არსებული შუქნიშნის გამოიდგა. მერიის სატრანსპორტო სამსახურის წარმომადგენლის თქმით, ავტომობილის გაჩერების ნებართვას პოლიცია სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების გამო ითხოვდა. ჩვენ 2016 წელს დავუყენეთ ნიშანი. გაჩერება აკრძალულია, მაგრამ საპატრულო თხოვა, რომ არისო ხან პატიმარი ისეთი სიტუაცია პატიმარი შეგვყავს, არ გამოგვყავსო და დავთოთ ნება, რომ კანონიერად გავჩერდეთ ხოლმე რა. სამსახურეობრივი შუქნიშნის მასწავლებლის სანაპიროზე არ ყავს ნება. კანონი არეგულირებს მაგას, მაგრამ ზუსტად საც არის საპატრულოს შესასვლელი, ეზოში შესასვლელი, იმის მერე გვიყენიან ნიშანი. და იმის მერე რომ ჩერდებითო, ითხოვა საპატრულო პოლიციამ, რომ დაგვიყენოთ, რომ სამსახურეობრივი მანქანები გავჩერდეთ ხოლმე. დანარჩენი თქვენი გადასაწყვეტია.